მოგესალმებით, დღეს ორშაბათი დღეა და ტრადიციისამებრ მე თქვენთვის ვაჟღერებ კვირის არკანის ენერგიას. მე გაგაცნობთ იმ აქტუალურ ინფორმაციას და ენერგიას, რაც აქტუალური და ასევე ინფორმაციული იქნება ჩვენთვის ამ ერთი კვირის მანძილზე და თუ ვთქვათ რაიმე სახის გაფრთხილების მოწოდება იქნება შესაძლებელი კონკრეტულ ვარიანტზე, რა თქმა უნდა, ამ გაფრთხილებასაც არ დავიშურებ თქვენთვის და მას შესაბამე პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი მოდით გამოვიყენოთ ნატურალური ქვები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად მარტივად მოახერხოთ თქვენს ვარიანტთან დაკავშირება, დახუჭეთ თვალები და როდესაც გაახელთ თვალებს, დაინახავთ ზუსტად იმ ვარიანტს, იმიტომ რომ ის აუცილებლად გაგიძახებთ და ის აუცილებლად მიიზიდავს თქვენს მზერას და რა თქმა უნდა ასევე მინდა გისურვოთ ნაყოფიერი კვირის დასაწყისი, ეს ახლა ყველას ნამდვილად გვჭირდება. იმიტომ რომ ნელ-ნელა ვფიქრობ, რომ უკვე ფრთხილად გამოვალთ იმ დაბნელების კორიდორის ენერგიებიდან და რითმებიდან, რომელიც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენთაგანისთვის სხვადასხვა სირთულეებითა და სიმძიმეებით მიდიოდა, თუმცა ეს დაბნელების კორიდორს ყოველთვის თან ახლავს, ხო, იმიტომ რომ ჩვენი ვიმეორებ დაუმუშავებელი და ერთგვარი სუსტი მხარეები ამ შემთხვევაში ყოველთვის ზედაპირზე ამოდის, მე ამაზე თქვენ გაგაფრთხილეთ, შეგამზადეთ, თუმცა ყოველთვის ასეთ პერიოდს მოყვება ხოლმე შემდგომ ახალი ენერგიები, ახალი ინფორმაციები, სავსე პოტენციალი ენერგეტიკული და უკვე ახალი შემართებით ვიწყებთ ახალ ფურცელს ჩვენი ცხოვრებისა. მას შესაბამე დავიწყეთ. ვარიანტი პირველი, ვნახოთ თქვენი კვირის არკანის ენერგია. არკანი იმპერატორი, პირველი ვარიანტი. არ მინდა განვიხილო ამ შემთხვევაში იმპერატორი როგორც კონკრეტული მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ვთქვათ, თქვენს რეალობაში შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიგურა, რომელსაც გარკვეული, რა თქმა უნდა, საკმაოდ ისეთი ძლიერი ზეგავლენა აქვს თქვენზე, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა შესაძლებელია არკანი იმპერატორი, ანუ თქვენი ერთი კვირის ენერგია იქნება უფრო მეტად, ვთქვათ, დაკავშირებული ესეც საკმაოდ ძლიერ საკმაოდ სტრუქტურულ, საკმაოდ სადღაც მკაცრ, მაგრამ ძალიან საიმედო და სტაბილურ ადამიანთან, რომელიც ნამდვილად მოგცემთ იმის საშუალებას, რომ დააბალანსოთ, ან ყოველ შემთხვევაში თუ არა დააბალანსოთ, შესაძლებელია დაიწყოთ ვთქვათ, ერთგვარი ახალი ეტაპი თქვენი ცხოვრებისა ნებისმიერ სივრცეში, რომელიც საჭიროებს უკვე რაღაცის დაწყებას, რაღაცის გადანახლებას, რაღაცის მოწესრიგებას, ხო? მაგრამ თუ ვთქვათ, ეხლა ამ შემთხვევაში არ ვეხებით კონკრეტულ მამაკაცს და მე მინდა უმრავლესობისთვის ასეც წავიკითხო, ჩემი ძვირფასება იმპერატორი ეს არის წესრიგის ენერგია, ეს არის სტაბილურობის, საიმედოობის ენერგია, ეს არის საკმაოდ მიწიერი, მყარი ენერგიები, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ სავსენი იქნებით ამ ერთი კვირის მანძილზე, საკმაოდ ესეთი ძლიერი ნებისყოფით და ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალით გაიღვიძებთ ნამდვილად ამ ორშაბათ დღეს, სადაც უკვე თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ ელემენტარული მოაწესრიგოთ, ვთქვათ, ის გარკვეული სივრცეები და რეალობა, რაც დიდი ხანია ითხოვს თქვენგან გარკვეულ წესრიგს და ითხოვს თქვენგან გარკვეულ ადგილის მიჩენას, ხო? შეიძლება ეხებოდეს თუნდაც ელემენტარული სახლში, ვთქვათ, ძველი, აბსოლუტურად არასასურველი, არასაჭირო, უფრო სწორედ შეიძლება სასურველი გვეგონოს, მაგრამ ამ დროს აბსოლუტურად არასაჭირო ნივთების, ან გვენანებოდეს. მოკლედ, მეგობრებო, მოიყვანეთ წესრიგი თქვენს პირად სივრცეში. დაწყებული სახლიდან და 4 კედლიდან დამთავრებული, რა ვიცი, ნებისმიერი რამ და ნებისმიერი სივრცე, რაც საჭიროებს თქვენგან გარკვეულ გადაწყვეტილებას, გადაჭრას პრობლემის, იმიტომ რომ თქვენ ამის ენერგია აუცილებლად გექნებათ, ხო? ესეთი საკმაოდ ძლიერი, მიზანდასახული, ასევე თუ გქონდათ გარკვეული მიზანი, ესეთი განსაკუთრებული, რაც ახლა ვთქვათ, ლამაზ თავებში მოგივიდათ, აი მიზანს დაუკავშირდით, აი ეს მიზანი დაინახეთ და ვფიქრობ, რომ ეს ერთი კვირა ძალიან კარგი იქნება თქვენთვის, რომ არა მაგალითად მთლიანად მოიყვანოთ რაღაცე
ფინანსები სისრულეში, არამედ დაიწყოთ მაინც, იმიტომ რომ ეს ენერგია თქვენ კონკრეტულად ნამდვილად შეგიწყობთ ხელს, ხო? წესრიგი, სტაბილურობა, საიმედოობა, მოაწესრიგეთ თქვენი ფინანსები, მოაწესრიგეთ, იმიტომ რომ იმპერატორი ეს არის წესრიგი, ვიმეორებ და ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, დაკავშირებულია ზუსტად აი ამ სიტყვასთან. სისტემა, წესრიგი, წესები და ასეთი სტრუქტურული მიდგომა ნებისმიერ ამა თუ იმ საკითხთან და ცოტა რაღაცა ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს, რა თქმა უნდა და უფრო მეტად უნდა ვიყოთ იმპერატორულ ენერგიებში და ასეც უნდა მივიღოთ აი ეს გადაწყვეტილება და ნახეთ სადღაც რქებიც უნდა გამოვიყენოთ თუ საჭირო იქნება იმისათვის რომ საკუთარი სიზარმაცეები და საკუთარი ვთქვათ მოუწესრიგებლობა მოვაწესრიგოთ. მოკლედ ჩემო კარგებო, საკმაოდ კარგი და საკმაოდ ესეთი ერთი კვირა გექნებათ, იმიტომ რომ უფროსი არკანია და შესაბამისად ეს ენერგიები აუცილებლად გასტანს ამ ერთი კვირის მანძილზე, მოიყვანეთ ბალანსში და მოაწესრიგეთ თქვენი რეალობა და თუ ვიმეორებ თუ კი რაიმე გქონდათ დასაწყები და ამაზე ფიქრობდით, ფიქრობ გადასარევი მშვენიერი ბრწყინვალე ენერგიები იმისთვის რომ დაიწყოთ და მოიყვანოთ რეალობაში ის რაც აქამდე გინდოდათ რომ მოგიყვანათ. კარგით, გადავედით მეორე ვარიანტზე. დიდი მადლობა, გადავედით მეორე ვარიანტზე და ვნახოთ თქვენი კვირის არკანის ენერგიები. ღმერთო რა სილამაზეა. მეგობრებო, იმპერატორი მამაკაცი და იმპერატორი ქალი არის თქვენს წინაშე. წყვილი. ორი წუთით გავჩუმდეთ, სიმშვიდე და ესე იგი ძალიან მაგიური ენერგიები დატრიალდა ახლა ჩემს სამუშაო სივრცეში და ჩემს ალტარზე. იმპერატორი ქალი და იმპერატორი მამაკაცი. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ერთი კვირა გექნებათ, მეორე ვარიანტი. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ რასაც ხელს მოკიდებთ, მეორე ვარიანტი იქნება აუცილებლად ძალიან ნაყოფიერი. იქნება ძალიან წარმატებული, იქნება შემდგარი, იქნება რეალიზებული. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც მზად ხართ იმისთვის, რომ მიიღოთ სამყაროსგან ზუსტად აი ეს მადლიერებისა და აი აბსოლუტური ქალღმერთის, ესე ვთქვათ, ენერგიები, რასაც უშუალოდ ახლა ეს არკანი ჩვენ გვიზიარებს, ხო, შესაძ ჩვენ თავს ვეუბნებით, რომ ჩვენ ვართ ჩვენი თავის ქალღმერთები უპირველეს ყოვლისა და მთელი სამყარო და დედაბუნება არის ჩვენს გვერდით. მეორე ვარიანტი, ნახეთ რაშია საქმე. მე ვამბობ ხოლმე ყოველთვის პირველი ვარიანტი მეორედან გამომდინარეობს, მეორე კი პირველიდან. წყვილი შეიკრა. წყვილი შეიკრა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი შანსი არის იმის ნამდვილად და პენტაკლების რაინდი, ნახეთ, წყვილი და თითქოს შვილიც მოვიდა, ხო? ნახეთ, ასევე იმპერატორი ქალი მეორე ვარიანტი შესაძლებელია ნიშნავდეს სანატრელ ორსულობას, ვისაც ვთქვათ, ქონდათ ეს სურვილი ან პრობლემა იყო, მინდა იცოდეთ, რომ აი ახლა ეს არის რაღაც. არა მხოლოდ ერთი კვირა, არამედ ეს პერიოდი თქვენთვის არის ძალიან დედობრივ ენერგიებში ტრიალებს. თქვენთვის ეს კონკრეტული არკანი, ეს კონკრეტული ენერგია და ეს ყველაფერი ეცადეთ, რომ მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ. შესაძლებელია ეს ასევე ნიშნავდეს უშუალოდ ახალი ეტაპის, ახალი დასაწყისის მდგომარეობას, როგორც პირველი ვარიანტისთვის, ასევე მეორე ვარიანტისთვის, სადაც იქნება ესეთი ერთგვარი ქალური და მამაკაცური საწყისების შეერთება, ხო, ჩემო ძვირფასებო? ქალური და მამაკაცური საწყისების შეერთება, რაც ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურ ბალანსში და აბსოლუტურ ჰარმონიაში იგრძნობთ საკუთარ თავს. თუ მაგალითად პირველი ვარიანტი თქვენს რეალობაში მაინც და მაინც ქალი არ ითამაშობს გარკვეულ როლს და ქალისთვის მამაკაცი, ეს აბსოლუტურად შესაძლებელია ნიშნავდეს იმას, რომ ეს არის ერთგვარი ინტეგრირება ქალური და მამაკაცური ენერგიებისა ერთ კონკრეტულ ადამიანში და აბსოლუტური
ბალანსის მდგომარეობა და ბალანსის მდგომარეობას მოაქვს აბსოლუტურად ახალი მატერია, ახალი იდეა, რომლის მატერიალიზაციაც ძალიან ნაყოფიერი იქნება ამ ერთი კვირის მანძილზე და აუცილებლად შეუდექით საქმეს მე ასე ვიტყოდი. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. ძალიან ამაღლებულ განწყობაზე დავდექ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი წყვილი მოვიდა ჩემთან და ძალიან ლამაზი სურათი, ძალიან ლამაზი ენერგიები შემოვიდა ახლა ჩემს სივრცეში და მინდა რომ ეს თქვენც გაგიზიაროთ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, მშვიდობიან, ნაყოფიერ და წარმატებულ ერთ კვირას გისურვებთ და არ გამოტოვოთ ეს ენერგიები. აუცილებლად შეუდექით საკუთარი მიზნების, საკუთარი სივრცის წესრიგს, რეალიზებას, ჯერ მოაწესრიგეთ როგორც იმპერატორმა და შემდგომ უკვე შექმენით როგორც იმპერატორმა ქალმა, ხო? მოაწესრიგეთ, გაასუფთავეთ და შემდგომ უკვე შექმენით, რათა მოვიდეს ახალი მატერია და ახალი რეალობა თქვენს სივრცეში. ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისათვის და შეხვედრამდე.